მხედველნი ვერას ხედავენ, მსმენელნი ვერას ისმენენ და არც არა გაეგებათ რა. და მართლდება მათ მიმართ წინასწარმეტყველება ესაიასი, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერას დაინახავთ. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაებსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი. მათ ეს სახარება თავი მე-13. მიუხედავად საპატრიარქოს არაერთი განცხადებისა, მიუხედავად სასულიერო პირების მოწოდებისა და საზოგადოების თხოვნისა, ანაკლიაში ფესტივალი კაზანტიპი მაინც ჩატარდა. თუმცა შედეგად, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა და მათ შორის ფესტივალის ადმინისტრაციის მიერ მხოლოდ ზარალი იხილეს. ეგრეთ წოდებული კაზანტიპის რესპუბლიკა განმუხურის ტერიტორიაზე არ შედგა. ნორმალურ ფარგლებში ყველაფერი ღირს გალბატონო. გერდა თუ არა 30 კაპიკიანი წყალი, ფასები, 3 ლარი ღირდა გალბატონო. 30 თეთრიანი წყალი ჩვეულებრივ უბრალო. იყო შეპირებები, დაცვის ბიჭები იყვნენ, დაუშვათ მაშველები იყვნენ, მეორე იყო, მესამე იყო, ქონდათ სამსახური მისეს, მაშველი ფეხით რო გაიქცევა, ზღვაში და რო შეცურავს ხელით და რო ამოიყვანს ადამიანს ის ცოცხალი იქნება? არ ყავდათ. სკუტერი იყო, კატერი იყო, ნორმალურ ფარგლებში არ ყავდათ. საკმარის რაოდენობით არ ყავდათ. არ იყო ჩვენი საქართველო ამისთვის მზად არ იყო. ჩვენთვისაც არ განამართლა ეს ინდონეზია, რასაც ველოდებოდი. ხალხის ვაფშე მთლიანად არსად არ განამართლა. შეარ განამართლა ყველამ წააგო. ზახიან იცი რომ ანაკლიელებმა არჩევ გაფერისო ფასები არსად არ იყო. ყველგან არა, პირიქით შიგნით იყო გაძვირებული, გამიგე? შიგნით გააგერ 8 ლარი ხაჭაპური და იღირდა 40 ლარი. და აქ დადიოდა ყველა კარი გაჭედილი იყო. ანაკლიაში კვირიაკეს გადამღები ჯგუფი 3 სექტემბერს ჩავიდა. თუმცა მიუხედავად ამისა, რომ ეგრეთ წოდებული კაზანტიპის ფესტივალი უკვე რამდენიმე დღის დასრულებული იყო, საზღვარი, რომელიც აქ 20 აგვისტოდან აღიმართა და რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენსავე თანამემამულეებს საკმაოდ ძვირი ანაზღაურების საფასურად აღებული ვიზის გარეშე გადაადგილებას უკრძალავდა, კვლავ ჩაკეტილი დაგვხვდა. მიზეზი საქართველოს მიერ კონტროლირებადი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კვლავ ვიზა გვჭირდებოდა. კაზანტიპი თავის კანონებს როგორც ჩანს იოლად არ ელევა. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ განმუხურში გადასვლა მაინც მოვახერხეთ. ხიდზე გადასულებს კი ჩვენი კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაგვიცხადდა. წყაროს ცნობით, კაზანტიპის მოსამზადებელ პერიოდში აქ მრავალი პალმა მოიძირკვა და გადაიჭრა. იმის მიხედვით, თუ როგორ სჭირდებოდა ფესტივალის ადმინისტრაციას. შესაბამისად განადგურდა და შეიცვალა საქართველოს ულამაზესი კურორტის ლანდშაფტი. სამაგიეროდ შეინიშნება ფესტივალის ნარჩენების სიმრავლე. ამ ადგილას, სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ, ეგრეთ წოდებული კაზანტიპის რესპუბლიკის დროს, ანუ 20-დან 30 აგვისტომდე ეგრეთ წოდებული ბუნგალო იყო, სადაც მრავალი სტუმარი მოდიოდა. თუმცა დღეს, როგორც ხედავთ, ეს ნაგვის გროვად არის ქცეული და მათ გატანას ჯერჯერობით არც არავინ აპირებს, არადა კაზანტიპის ფესტივალი უკვე 2 დღეა დასრულდა და ამ ნარჩენების გასატანად კი კიდევ 2 დღეა დარჩენილი. თუმცა ამ ტერიტორიაზე ნაგავი არა მხოლოდ აქ არის და ჩვენთვის მართლაც სამწუხაროა და საინტერესოა, რამდენად წაადგება ეს საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობას, საქართველოსთვის ასეთ საინტერესო და მნიშვნელოვან კურორტზე, როგორიც არის განმუხურისა და ანაკლიის ტერიტორია, სადაც როგორც ცნობილია, ზღვა და ზღვის წყლის სისუფთავე საქართველოს სანაპიროზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. განმუხურში მართლაც დიდი ფაცაბუცი დახვდა. ქართული თუ უკრაინელი ხელოსნები კონსტრუქციებს შვიდნენ და ავსებდნენ საპარკო მანქანებს. ამ საპარკო მანქანების დანახვისას წარმოუდგენელია თვალწინ არ დაგდგომოდათ რუსული ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული კოლონა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ამ ადამიანების სამშობლოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. თუმცა როგორც მათთან საუბრით გავარკვიეთ, მათ აბსოლუტურად სხვა შეხედულებები გააჩნდათ. ერთი გიავიდან იყო, მეორე ლვოვიდან. მათ თურმე არ ეხებოდათ ომი, რადგან მათ ქალაქებში სიმშვიდეა და ყველაფერს თავისი დრო აქვს. იქამდე კი ასწრებენ გართობას და მუშაობას. Из Киева. В Киеве войны нету. Смысл время, мы на работе. მათთან მეტკითხვას აზრი არ ჰქონდა. ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყანაში მიდის გასართობად, იმ დროს, როდესაც მის ქვეყანაში ასეულობით ადამიანი იღუპება,
შენი ქვეყნის დარდს როგორ გაიზიარებს. ამის შემდეგ ქართულ ადგილობრივ მოხელეებს მივმართეთ, რათა გარგვერკვიარებ, რა აზრის იყვნენ ისინი ფესტივალის შემდგომ. მით უმეტეს ვიცოდით, რომ მოსახლეობამ 2 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა ანაკლიის ცენტრში. ისინი ფესტივალის გამო მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. ანაკლიის, განმუხურის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის უმეტესობამ სახლების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სესხია იყო. სახლების კეთილმოწყობას ის ხელშეკრულებები ავალდებულებდა, რომელიც მათ ტურისტულ კომპანიებთან დადեց, რომელიც მათთან სტუმრების ჩამოყვანის უზრუნველყოფის პირობას დებდა. თუმცა უშედეგოდ შესაბამისად მოსახლეობას დარჩა ათასობით გადასახდელი ლარი. კომპანიები კი ანაკლიიდან ფესტივალის დასრულებისთანავე გაუჩინარდნენ. მოშორებით ვინც იყო იმან არ იყო ხალხი და არ შეხვდა. მოშორებით ანაკლიაში თუ ზუგდიდში? განმუხურში. ვინც ახლო იყო აქ იმას ყავდა ხალხი თუ არა. ვინც მოშორებით იყო იმას არა. და იმას არა აპროზესებდა. და რატო ეს ეზოსის იყო ყავდა ხალხი. ესები და მოვიდა კომპანიონები და დაჯანს წინასწარ გვათქელებენ იქნებაო 40,000 აქ სინამდვილეში 4,000-მდე იყო ხალხი. ბინების ფასები ეს უკვე სახელმწიფო თვითონ წარმოადგენლები დადიოდნენ და წინასწარ იყო დაბრუნილი. 40 ლარი გაუსწორეს თითო ადამიანს. ან დღეურად იყო 40 დღეურად 40 ლარი. დიახ. იყო 30-იც იყო, უფრო ნაკლებიც იყო. და აბა რატო ეს ხალხი რომ ამბობს რომ ჩვენ ვალები ავიღეთ და არ გაგონარჩვა? არის ჯგუფი ისეთი, რომელმაც კომპანია, რომელმაც დაბრუნა ოჯახები და ფული უნდა გადაეხედათ, არა აქვენ გადახდილი ფულები. მოკლეს სიტყვით, გადააგდეს. მე არ მქონდა ისეთი მოლოდინი, რომ 10 დღეში რა უნდა იშოვა ადამიანმა ისეთი, რომ მთლად გადარევას მიხვიდე და არ იყო ისეთი. რა ვიცი. ისე თქვენ მომხრე იყავით ხალბატონები ჩატარებული იყო ეს ფესტივალი? თავიდან არ ვიყავით მომხრე. ჩვენ ეკლესიასაც მოუწოდეთ, სკოლასაც, ხალხსაც ვთხოვდით, რომ არ ჩატარებულიყო, მაგრამ რა კი არ დაადგა საშველი, უკვე მივხვდით, რომ ჩვენზე არ იყო საქმე დამოკიდებული და ჩატარდა. და ნორმალურად ჩატარდა. რასაც ამბობდნენ, ისეთი არ ყოფილა. იყო ნორმალური. რა აზრის ვარ და ძალიან ცუდი აზრი და ცუდი შტაბეჭდილება დამრჩა მაგალითად ჩვენი ხელმძღვანელობის მიმართ, ჯორჯიაუკეის დირექტორის მიმართ. მოვიდნენ, დაგვიდნენ ხელშეკრულება, გვითხრეს, თუნდაც ერთი კაცი რო არ შემოუშვათო, მაინც მიიღებთო იმ თქვენ კუთვნილ თანხასო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მოვიდა რამოდენიმეჯერ არ შემოუშვა. მე მყავდა აქ ხალხი, მოვიდა ძალიან მშვენიერი ხალხი, მოვიდა ცოლქმარი იყო, მერე გოგოები იყვნენ რაღაცები. შემოვიყვან მე უთხარი რა ხალხი არ არის და თქვენ ვერ შემოუშვებთ ამ ხალხს, მე შემოვიყვან ამას და თქვენთან გავისტუმრებ იმ რასაც თქვენ მომცემთ იმას გავისტუმ. არაო, არ შემოუშვაო. თუნდაც ერთი კაცი ვერ შემოუშვიო, მეო იმას გადავიხდიო. როგორი შტაბეჭდილება უნდა დამრჩეს ამნაირი ხალხის მიმართ. ფული არ გადამიხადეს. სადაც 2,600 ლარი უნდა მოეცათ, იქ 1,300 ლარი მომწეს. რა არის ეს 1,300 ლარი? კანალიზაციის მილები გაიყვანეთო, წყლის მილები გაიყვანეთო, ის ვენტილატორები იყიდეთო, რაღაცა. მესმე საიდან უნდა მომეტანა ეს? ყველა ხომ თანხაზეა დაკავშირებული, ყველა რაღაცა და ვალები დავიდევი ამის გულისთვის და ცოდვა არა ვართ, ახლა ხალხი რამდენია ჩემისთანა ბევრია. იყო ორსანტიაში იყო ხალხი, დარჩელში იყო, კიროვში იყო. რატო მაინც და მაინც ანაკლიაში არ შემოუშვა, სადაც კონტრაქტი ქონდა დადებული? ჩვენ ერთ-ერთ მათგანთან ჯორჯიაუკეისთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. კითხვა თუ ვინ აუნაზღაურებს მოსახლეობას ამ ზარალს, კვლავ კითხვად რჩება. ამჟამად არ ვარ სახლში, გთხოვთ დატოვეთ შეტყობინება სიგნალის შემდეგ. თუმცა ჩვენი გაკვირვება ნამდვილად გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობის მიერ კაზანტიპის ფესტივალისა და მისი მონაწილეების მორალის დაცვისადმი თავდადება. ჩემ სახლში მაგალითად მე მომიყვანა იმ ნიკიტა იყო იქია არტიომია იმან მომიყვანა. და მე წინასწარ უთხარი თუ რაღაცას ვექნე გავაგდებ მე უთხარი ფული წინასწარ გამომცეს და გავაგდებ მე უთხარი თუ ერთი ნიშნი და გააგდეო მითხრა და არც სიტყვაც არ გამიგონია მაგათი.
ჩემთან ვიციო და ვიცი და სხვაგან რა იყო. რომ მიდის საუბარი დაუშვათ ამ შეშველი და სექსუალური მდგომა ამის რაღაცები არაფერი არ ყოფილა კი ეხლა კუპალნიკები და ლიფები და იმით ყველა დარბის დრო ზღვარი პლაჟია მეტი ზედმეტი რაღაცები აქეთა მხარეს არ ყოფილა და შეგნით ეხლა რა ხდებოდა იქით არც იქიდან გამოსულა ხმა სხვათა შორის რომ ამისა და ურზელობა რამე რო იყო ჩემი თვალით არ მინახია და მე ამას ვერ დავადასტურებ მაგრამ მიიყო უკვე ხმა გამოსული რომ სასტუმროში დააკავეს სომეხი პიროვნება რომელსაც ხოდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და ეს ერთი-ორი შემთხვევა რომ ნარკობარონი რომ ჩვენმა სახელმწიფომ დააკავა და წაიყვანეს. პირველი ამის წინააღმდეგ მე ვიყავი. მე გამოვიდი. მე ამის კადრებიც არსებობს. შეგიძლიათ აიდან ნახოთ, ხო? მე ვიყავი წინააღმდეგ. მე გეტყვი რატომ შევსახე. როცა ნათესამა უცნობა ნასტობა მეგობარმა ახლაშედება მეგობარმა როცა ან კაზეტების თაობაზე ჩადეს 1000-ობით ფული, ხო? შეიძლება ვიღაც 10000 დოლარი ფული აიღო, ვიღაც თელის ფონებაა, ხო? და როცა შენგიდან 20 თვით ადრე ესო ჩაშალო, მაშინ მე ძმაო გამოდივარ წინააღმდეგ, იცი რატომ? ჩემი მეზობელია, ჩემი დაცავია, ჩემი ვიღაც ახლობელია, რომელსაც ფული აქვს შედებული. შენ ამასო ჩასლი, ხო? მაგრამ შეიძლება თავი მოიკლას, მაგრამ შეიძლება სუიციდზე წავიდეს. ახლა რატომ არ იმასო იმასაც გეტყვი, ხო? ჩადარდა ფესტივალი. არაფერი ეგეთი არ მოხდა რაც უნდა მოხდარიყო ხო? ანუ მე შევსდი, მე ჩვენ ანაკლია ჩვენ მხარს შეიძლება რაღაცაზე ბოდოჯის გადაუხადო ხო? რატომ ვიყავ წინააღმდეგი? არ მოხდა რა ჯერ ეგეთი ეგ მოხდა რა. ბიჭო მომისმინე შენ რა კადრები მანაღე შენ რაღაც დემაგოგიას მეწვი. არა მყავს ცოლი. შვილი? არ შვილი, არ შვილი. მან არა მომის დაიწყო საუბარი. კი. რა თქმა უნდა მე შევშვები კაზაკი. არა. უმეტესობას თურმე არც მათგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით შედარებული ზეციური ქორწინების შესახებ სმენიათ, რომელიც უფლის უდიდესი საიდუმლოს ქორწინების შარჟია. არც ერთსქესიანთა ქორწინების, არც გოჭზე დაქორწინებული გადაგვარებული ყმაწვილის შესახებ გაუგიათ და არც სხვა გარყვნილ ქმედებებზე, რომელიც ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ხდებოდა. როგორც ჩანს, მათ დასარწმუნებლად ფესტივალის ორგანიზატორებმა მართლაც ბევრი რამ იხონეს, თუმცა ჩვენ სიმართლეში დასარწმუნებლად საგანგებოდ კაზანტიპის მორალური სიწმების დამცველებისთვის ამ კადრებს გთავაზობთ და შეგახსენებთ. დაკანონებულმა ცოდვამ, გარყვნილებამ დაანგრია მსოფლიოს ისტორიაში ცნობილი ყველა დიდი იმპერია. დაკანონებულ ცოდვას ახლა ჩვენს ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე სურს გაბატონება, თანაც საქართველოსთვის ყველაზე სტრატეგიულ ადგილზე. ჩვენ ამჟამად განუხურის ხიდზე ვიმყოფებით. აქედან რამდენიმე კილომეტრში აფხაზეთის საზღვარია. საზღვარი რომელთან მიახლოებაც ნებისმიერი ქართველის ოცნებად ქცეულა რამდენიმე წელია უკვე. თუმცა აქ სწორედ ამ ხიდზე 10 დღის განმავლობაში 20-დან 30 აგვისტომდე ეგრეთ წოდებული კაზანტიპის სახელმწიფოს საზღვარი გადიოდა. სახელმწიფოს თუ ფესტივალის, რომელსაც ქართულ ეროვნულ ტრადიციებთან არაფერი აკავშირებს. პირიქით ეწინააღმდეგება მას და საერთოდაც არ აინტერესებს, რომ აქ ამ ადგილს, ამ საზღვრისპირა რეგიონს თვალისჩინებით გაფრთხილება უნდა და აქ ყურადღების მოდუნება სამშობლოს ღალატის დოლფასია. თუმცა ერთი რამ ცხადია, ანაკლიასა და განმუხურის მოსახლეობას რომ მყარი ფინანსური შემოსავალი ჰქონდეს და ამ ადგილების მაცხოვრებლები დასაქმებული იყვნენ შესაბამისად, ისინი არც კაზანტიპისადმი ასეთ თავდადებას გამოიჩენდნენ და არც ალბათ სხვანაირი პოზიცია ექნებოდათ. ხალხს არაფრის საშუალება არ აქვს. ეს იყო ვაფშე ჩავარდილი ანაკლია, ჩაკეტილი იყო. რაც მეტი დამსვენებელი და ტურისტი ჩამოვა, ეს ხალხის ამოსუნთქვა, საქართველოს ამოსუნთქვა. ვაფშე ეს რა საჭირო იყო პორტი რო გაკეთებული იყო ანაკლიაში ხო ვისაც და კაზანტიპი. იქნებ ღირს დაფიქრება. იქნებ კაზანტიპსა და მის მსგავს სულისა და სახელმწიფოსთვის საზიანო ღონისძიებებზე დამოკიდებული არ გავხადოთ საქართველოს რეგიონები და ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მივცეთ. შეგახსენებთ სწორედ ფესტივალის გახსნის დღეს 20 აგვისტოს დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. რის შედეგადაც ჩაიგეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი. ასობით კაზანტიპის მონაწილემ, რომელიც სამანქანო გზით აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, ფესტივალზე დასწრება ვერ შეძლო. შესაბამისად შემცირდა ტურისტული ნაკადი, შემცირდა გარყვნილებაც და უმართავი ადამიანების რიცხვიც. თუ არ ღირს ამაზე დაფიქრება. მით უმეტეს რომ პირველად დევდორაგის ჩამოშლა 17 მაისს დაფიქსირდა. იქნებ დავფიქრდეთ, რატომ არ გვაძლევს უფალი ცოდვის ჩადენის უფლებას. იქნებ ცოტა მეტი გონიერებით ჩვენი მადლიანი მიწის დანაგვწება კი არა, გამთლიანება შევძლოთ.